ჩვენ გარკვეული ხნის განმავლობაში ვქონდათ წყვეტა და ახლა დავბრუნდით თემატური სერიებით, კონკრეტულად ავერჩიეთ ერთი საჭირობროტო თემა და მომდევნო ეპიზოდებში სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. თქვათ, შენობები როგორ გავლენას ახდენენ ჩვენზე, რა ხასიათი აქვს ამ გავლენას? სილამაზე არის ობიექტური. ანუ გემოვნებაზე ვდაობთ. ჩვენ ვყალიბდებით რა არის სილამაზე და იმას ვაშენებთ, რომელიც საზოგადოებამ უნდა ნახოს. ჩვენ ფუნქციონალური თვალსაზრისით ძალიან კარგი შენობები და სივრცეები გვაქვს, მაგრამ ჩნდება კითხვა, მოგწონს კი და შეყვარებული ვართ ამ შენობებზე? ჩვენი პრობლემების უმრავლესობა შესაძლოა აქედან მოდიოდეს. არქიტექტურა არ არის მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებების შესახებ, არამედ ეს არის ყოფიერებისა და სამყაროსთან ჩემი ურთიერთქმედების წესი. მოდერნისტები იყვნენ ცოტა რადიკალები. აი მაგალითად ნათქვამი გვთ ესეთ რაღაც, რომ მუზეუმები უნდა დავწვათ. მთელი სამყარო გაიგება როგორც მანქანა, რომელსაც აქვს გარკვეული მექანიზმი, ადამიანმა ამ მექანიზმს ალღო უნდა აუღოს და შესაბამისად მოიხმაროს და გამოიყენოს. დღესაც შეგიძლია ხელოვნურად გამოიწვიო. ანუ დღესაც შეგიძლია ახალი რენესანსის ეპოქა დაიწყო. თანამედროვე სამყაროსა და ადამიანზე რა გავლენა აქვს და ასევე როგორ აისახება თუნდაც სწავლების მეთოდებში. მე ვფიქრობ, რომ დღესაც დათის ქუჩაში ბრუნელესკი. მაგრამ მას შესაძლებლობა არ აქვს, რომ გამოავლინოს თავისი რესურსი. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის პოდკასტ სიმპოსიონში. ჩვენ გარკვეული ხნის განმავლობაში ვქონდათ წყვეტა და ახლა დავბრუნდით თემატური სერიებით, კონკრეტულად ავერჩიეთ ერთი საჭირობროტო თემა და მომდევნო ეპიზოდებში სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. და აქვე მე იმედს გამოვთქვამ, რომ აქ ნასაუბრევი არ დარჩება წმინდა თეორიის სფეროში, არამედ პრაქტიკულ განხორციელებას პოვებს, ან ყოველ შემთხვევაში გადაიქცევა ძლიერ იმპულსად ამ ყველაფრის პრაქტიკულად განსახორციელებლად. აი ახლა უკვე დადგა დრო და ჟამი, რომ მე წარვადგინო ჩვენი ცენტრალური საჭირობროტო თემა და ასევე ის სტუმარი, რომელთან ერთადაც ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. აი სანამ წარვადგენდე, მანამდე შესავალში მინდა მოვიხმოს სამი მნიშვნელოვანი ციტატა, რომელიც იქნება დასაფიქრებელი როგორც ჩვენთვის თანამოსაუბრეებისთვის, ჩემთვის და ჩემი სტუმრისთვის და ასევე ჩვენი მსმენელისთვის. აი ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, ერთი დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი ამბობდა, რომ ბინადრობა ან ბინის დადება არის წესი, რომლის მიხედვითაც მოკვდავები არსებობენ დედამიწაზე. კიდევ სხვა ციტატა არსებობს არა ჰაიდეგერის, სადაც ნათქვამია, რომ სახლი და შენობა უფრო მეტად ვიდრე ლანდშაფტი არის ჩვენი კუთხე სამყაროში. და ბოლოს ვიტყოდი მესამეს საკუთრივ არქიტექტურასთან დაკავშირებით, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებების შესახებ, არამედ ეს არის ყოფიერებისა და სამყაროსთან ჩემი ურთიერთქმედების წესი. და დღეს თანამედროვე არქიტექტურაში, აი როცა თანამედროვე შენობებზე ვსაუბრობთ, ვაქებთ მათ ინოვაციურობას, ასევე მათ ფუნქციონალურობასა და ტექნიკურ მიღწევებს, თუმცა არსებობს სხვადასხვა რიგისა და რანგის პრობლემები, რომლებთან დაკავშირებითაც ხშირად გავიგონებთ ჩივილს, როგორც გლობალურად მსოფლიო მასშტაბით, ასევე ლოკალურად საქართველოში. აი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ესთეტიკური განზომილების მქონე, როცა შენობები და სივრცეები და მთლიანად გარემო აღარ ეხმიანება და ემსახურება ადამიანის შინაგან მოთხოვნილებას, სილამაზისას და ასევე რომ დღეს სივრცეები არის ერთ შემთხვევაში ვიზუალურად ძალიან გადატვირთული და ხმაურიანი, მეორე შემთხვევაში ერთფეროვანი და ცარიელი, ხო? და ერთგან ადამიანი სტიმულებით ზედმეტად იღლება, ხოლო მეორე ვარიანტში, როცა ერთფეროვანია მთელი სივრცე, მას სიცარიელის განცდა უჩნდება და ვეღარ გრძნობს თვითონ სივრცეს. და ამიტომ ისეთ ვითარებას ვიღებთ, რომ თითქოს შენობა და სივრცე პრაქტიკულად კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ ეგზისტენციალურად და არსებითად ღარიბია და საზრის მოკლებული. ამიტომ მე თავიდანვე ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ დღეს პრობლემა ის კი არ არის ტექნიკური ხასიათის, არამედ პრობლემა არის ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ესთეტიკური ხასიათის მქონე და აქვე წინსწრებით ვიტყვი, რომ მომდევნო ეპიზოდებში სწორედ ამ პროფესიების წარმომადგენლებთან შევეცდებით, რომ ეს თემა სხვადასხვა კუთხით გავაშუქოთ. დღეს კი სანამ მომდევნო ეპიზოდებზე გადავინაცვლებდეთ, მე ჩემი ვრცელი შესავლის შემდეგ დავასახელებ ასევე ჩემ სტუმარს. დღეს ჩვენთან სტუმრად იქნება იდეასიტის დამფუძნებელი ილია გიორგაძე. მას აქვე მივესალმები სპეციალურად და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენთან მობრძანებისთვის და ორი სიტყვით ვიტყოდი მისი მოწვევის მიზეზებსაც. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრებთ, ის არის რეალური, ეს იდეა არის ხელშესახები და პრაქტიკულად განხორციელებადი. და ამითი მე უკვე სვლა ან ეგრეთ წოდებული პასი მინდა რომ ილიას მივცე და შევეცადოთ აი ეს პრობლემა, რაც არის დღეს აქტუალური
კონცეპტუალური. დავასახელოთ, დავახასიათოთ და ვთქვათ შენობები როგორ გავლენას ახდენენ ჩვენზე. რა ხასიათი აქვს ამ გავლენას? გამარჯობა ანა, მადლობა ასევე მოწვევისთვის. კი ვფიქრობთ, რომ შენობები და ზოგადად უბნები ახდენენ გავლენას ადამიანის ხასიათზე, მის მოქმედებაზე, მის ფსიქიკაზე და თუ ეს არის კარგი გარემო, ახდენს დადებითად, თუ არის ცუდი გარემო, ახდენს უარყოფითად და ჩვენში ხდება ქალაქები, სადაც არსებობს არც თუ ისე შორს ერთმანეთთან არასწორი ურბანული გარემო, სადაც კრიმინალური დონე არის ძალიან მაღალი და არსებობს ურბანული გარემო, სადაც საერთოდ არ არის კრიმინალური დონე. თუმცა ეს კითხვა ჩემთან უფრო ნაკლებად არის დასასმელი. ალბათ უფრო ფსიქოლოგებმა და ფილოსოფოსებმა უნდა გასცენ ამაზე კითხვა, რამდენად მოქმედებს. იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით ძალიან მოქმედებს და ჩვენი პრობლემების უმრავლესობა შესაძლოა აქედან მოდიოდეს. მოდით ახლა ვთქვათ, ვინ ქმნის ამ შენობებს, ვინ ქმნის დღეს. შენობებს ქმნის ძირითადად სამი ადამიანი, მოდი ესე ვთქვათ, დეველოპერი, ბანკი და მთავრობა. და მოდი ამათი ინტერესები ვთქვათ, ანუ დღეს რაც იქნება, ამათი ინტერესები ვთქვათ. ანუ დეველოპერი არის საბოლოო ჯამში ბიზნესმენი, რომელსაც აქვს დამოკიდებულება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინვესტიციით, ნაკლები ხარჯებით, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს. ოკეი? რაც შეიძლება ბანკს, ბანკი გისაზღვრავს გარკვეულწილად პირობებს უკვე, რომ თუ პროექტი მომგებიანი არ არის, მაგ შემთხვევაში ცეცხლს არ გაძლევს. ანუ მას თავისი პირობები აქვს. ანუ შენ რო გინდოდეს, რომ რაღაც ისეთი პროექტი გააკეთო, რომელშიც მომგებიანობა არ იყოს შენთვის პრიორიტეტი, იყოს აბსოლუტურად სხვა, ბანკი ამ დროს შენს ცეცხლს არ მოგცემს. რაც შეიძლება მთავრობას, მთავრობის დამოკიდებულება არის ესეთი, რომ მე უნდა ხელი შეუწყო ბიზნესს, ბიზნესი ხდის გადასახადებს, შევზღუდო გარკვეული კანონებით, მაგრამ ასევე ხელი შეუწყო იმისაც, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შექმნას ამ ბიზნესმა, როგორც მათთვის, ასევე ბიუჯეტისთვის. აი ამ პროცესში საბოლოო ჯამში საერთოდ არის მოკლებული საზოგადოებრივი ინტერესი. იმიტომ რომ თვითონ საზოგადოებაშიც არ არის ჩამოყალიბებული სწორი მიგნებები თუ რა უნდა მოითხოვოს. და ჩემი აზრით, ახლა დღეს ჩვენ რაზეც ვხვდებით, ალბათ ეგ არის, რაზეც უნდა ვისაუბროთ, რა უნდა ქონდეს საზოგადოებას მოთხოვნა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ სამივეს ქცევას საზოგადოებრივი მოთხოვნა განსაზღვრავს. ანუ თუ მოთხოვნა არ იქნება იმ შენობებს დღეს რასაც ჩვენ ვაშენებთ, შესაბამისად დეველოპერიც იმას არ ააშენებს. შესაბამისად ბანკსაც სხვა პოზიცია ჩამოუყალიბდება და აუცილებლად აყვება ამას მთავრობაც. ანუ ნიშნავენ ფაქტორი არის საზოგადოებრივი აზრის განსაზღვრა და ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ, მოდი ესე ვთქვათ, საზოგადოებას, რომ აქ კონდეს სწორი პოზიციები. ჩვენი როლია, რომ ჩვენ სფეროში ვისაუბროთ, რა უნდა კონდეს, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური დარგი, საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, ეს არ არის საქართველოს პრობლემა, თბილისის პრობლემა, ეს არის სოფლიო პრობლემა. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ და მივცეთ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ მან თავისი გარკვეული დასკვნები გამოიტანოს. მაგრამ ცალსახად რიზით თქმაც მე ეს შემიძლია არის ის, რომ დღეს რაც იქნება, ეს მოკლებულია საზოგადოებრივ საერთოდ არ იხედება იმ პროდუქტში, რაც არის. რაც ადრე ესე არ იყო. ადრე აბსოლუტურად სხვანაირად იყო, გულისხმობ პირველი მსოფლიო ომამდე და ჩემი აზრით იმისაც, რომ ჩვენ ვთქვათ, რა არის პრობლემა, აუცილებელია ასევე ვთქვათ, რა იყო კარგი. და იმისაც, რომ ვთქვათ, რა იყო კარგი, აუცილებლად უნდა წავიდეთ წარსულში და იქ დავინახოთ. იმიტომ რომ როდესაც რაღაცას ვიძახით პრობლემას, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა არის ასევე კარგი და ასევე რა არის გადაჭრის გზაც. კაცობრიობის ისტორიაში არსებობს სამი ეპოქა, სადაც მოხდა კონცენტრაცია, ასე ვთქვათ, ტვინების. პირველი ეს იყო ანტიკური საბერძნეთი, მეორე ეს იყო რენესანსის ეპოქა და მესამე მოდერნისტების ეპოქა. პირველი ესეთი გამოვლინება, რომელმაც შემდგომ ხელოვნებაში ფუძე იქონია, იყო პლატონის ასე ვთქვათ, ფილოსოფია, რომ სილამაზე არის ობიექტური. აი ამაზე დაეფუძნა მთელი ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურა და შემდეგ რომის იმპერიის არქიტექტურაც.
ასე ვთქვათ. ვიქტინიუსი იყო ესეთი ადამიანი, რომელმაც პლატონის შემდგომ, რომელმაც თქვა, რომ ადამიანის სხეულის პროპორციული უნდა იყოს შენობა. და ჩვენ რა შენობებსაც ნახულობ, ამ ფილოსოფიით იყო გაჟღენთილი. შემდგომ მოხდა წყვეტა, რელიგიამ მოიპოვა ისეთი ენერგია, ასე ვთქვათ, რომ გააჩერა აბსოლუტურად ყველაფერი და რენესანსის ეპოქაში დაიწყო რაღაც ახალი. მაგრამ ეს ახალი მაინც დაფუძნებული იყო ისევ პლატონის ფილოსოფიაზე, რომ სილამაზე არის ობიექტური. ანუ გემოვნებაზე ვდაობთ. ანუ ჩვენ ვყალიბდებით რა არის სილამაზე და იმას ვაშენებთ, რომელიც საზოგადოებამ უნდა ნახოს. ანუ მე შემიძლია რაღაც მომწონდეს, რომელსაც შევიძენ და სახლში წავიღებ. მაგრამ როდესაც საუბარი არის გარე შენობაზე, რომელსაც ყველა უყურებს, აქ უკვე შემოდის სხვა დამოკიდებულება, სხვა ფილოსოფია, რომ ის აუცილებელია რომ იყოს სიმეტრიული, ჰარმონიული და ასე შემდეგ, ხო? ჩემი აზრით რენესანსის ეპოქა მერეც უნდა მოუბრუნდით, იმიტომ რომ ეს ხელოვნურად გამოწვეული ეპოქა იყო, რომელსაც ყავდა თავისი იდეის ავტორი, კოზიმო არა, ჯოვანი დე მედიჩი, კოზიმოს მამა. ილია, ესე იგი დიდი მადლობა ამ პლატონის ხსენებისთვის და აი აქ მეც ისევ და ისევ ჩემი თემატიკიდან გამომდინარე მინდა შემოვიდე და ზოგადად ვისაუბრო აი ანტიკურობაში ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე. ანტიკურობაში ჩნდება პირველად გაგება კოსმოსისა და თვითონ ეს კოსმოსი ბერძნული სიტყვაა, ხო და ნიშნავს სიტყვით სამკაულს და ძველი ქართველი მოაზროვნეები მას თარგმნიდნენ როგორც აღმკულს. ანუ ბერძენი ადამიანი თავის გარემოს დააკვირდა, სამყაროს დააკვირდა და შენიშნა, რომ აქ ყველაფერი ალალ-ბეძე მიშვებული არ არის. არც გაურკვეველი და არეულ-დარეული, არამედ გამეფებულა რაღაცა წესრიგი. წესრიგს რაც შეეხება, როგორც თქვენ ახსენეთ, ის არის ობიექტური ხასიათის და უფრო მეცაც ვეტყვი. მათი გაგებით ეს წესრიგი იყო ღვთაებრივი წარმომავლობის და მიზანს წარმოადგენდა ამ ქვეყნად იქნებოდა ეს პოლიტიკური წყობა, იქნებოდა ეს თვითონ ადამიანის შინაგანი კონსტიტუცია თუ არქიტექტურა, შენობების აგება, გაემეორებინათ ის კოსმიური წესრიგი. და ასე ვიტყოდი მე, რომ წესიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კოსმიური პრინციპებით, აგებს ასევე წესიერ შენობას და წესიერი შენობა რას გულისხმობს? შენობას, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეულ პრინციპებზე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმ პერიოდში, რაც შეიქმნა, ასე ვთქვა და რაც სრულყოფილებას განასახიერებს, იყოს სწორედ პრინციპი ოქროს კვეთისა. და აი უფრო მეტიც ჩემი სულა რომ გავაგრძელო, ეს თავის მხრივ წესრიგი ხო არის არსებითად რიცხობრივი და მათემატიკური ბუნების, რაც ნიშნავს, რომ პროპორციებს ემყარება. მაგრამ ეს პროპორცია, რიცხვი და მათემატიკა იმათვის არ იყო მშრალი, ცარიელი და რაღაცნაირი რიგიდული და მკაცრი. არამედ ეს იყო განსულიერებული ცოცხალი, სავსე და მშვენიერი სამოსელი ჩემოსილი. უფრო მეტიც თავად მშვენიერება. და ამიტომაც ის ძველი ადამიანი, პლატონი იქნებოდა თუ სხვა ბერძენი ადამიანი, მთელი სამყაროს მიმართ და სამყაროსეული წესრიგის მიმართ განიცდიდა რაღაც სასიყვარულო ვნების მსგავს და ის ადამიანი, რომელიც ბაძავს და გადმოაქვს თავის ცხოვრებაში ეს წესრიგი კოსმიური, იქნება არქიტექტურა თუ მისი რაღაცა კონკრეტული პირადი ცხოვრება, თავის თავს როგორც რესურს კი არ იყენებს და მოიხმარს, არც მხოლოდ შენობას იყენებს და მოიხმარს, არამედ მის და მიაქვს ფრთხილი, ზრუნვიცავსე დამოკიდებულება და მოხმარებასთან ერთად შეყვარებულია მასზე. და დღესაც აი პრობლემას ასე ვიტყოდი. ჩვენ ფუნქციონალური თვალსაზრისით ძალიან კარგი შენობები და სივრცეები გვაქვს, მაგრამ ჩნდება კითხვა, მოგწონს კი და შეყვარებული ვართ ამ შენობებზე და ვფიქრობ, რომ აი ეს ანტიკურობაში ეს სულა სწორედ ამ პრობლემატიკის უფრო ფართო ჭრილში დანახვაში გვეხმარება და აი ხა თქვენ რენესანსი ახსენეთ და მინდა რომ აი რენესანსშიც გადავინაცვლოთ. ხო? ეს ის ეპოქა იყო, რომელიც მიუბრუნდა ანტიკურობას და შეეცადა ის დავიწყებული აღედგინა. კი ბატონო. ძალიან საინტერესო არის რენესანსის ეპოქა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს ხელოვნურად გამოწვეულია, ანუ ინექცია გაუკეთდა იმისათვის, რომ ეს დაწყებულიყო. ანუ ადამიანმა, რომელმაც ეს დაიწყო, შეგნებულად იცოდა რას აკეთებდა. ეს იყო ჯოვანი დე მედიჩი, რომელმაც ხელოვნურად გამოიწვია ხელოვნების ეს განვითარება. და ყველაფერი ჩემი აზრით დაიწყო ცოტა უფრო ადრე, როდესაც
რომის პაპმა მასმერი რაც გადაწყდა ფლორენციაში სანტა-მარია დელ ფიორის შენობის აშენება, თქვა ესეთი დაკვეთა, რომ ისეთი ყელი უნდა გაუკეთეს ამ ეკლესიას, რომ იმ დროს არ ყოფილიყო შესაძლებლობა რომ დასრულებულიყო, ანუ დომი, გუმბათი გაკეთებულიყო. ჩემს აზრით ეს იყო პირველი ასე ვთქვათ აი დამოკიდებულება მომავალში რა უნდა მომხდარიყო და მაშინვე დაამატა რომ კი დღეს ეს შეუძლებელია, მაგრამ ღმერთი გამოაჩენს ადამიანს, ვინც ამას დაასრულებს და სანტა-მარია დელ ფიორი იყო დაახლოებით 140 წლის განმავლობაში ესე ღია და იმ დროს ეკლესიას არ აკურთხებდნენ, ანუ ის არ იქნებოდა მოქმედი, სანამ არ იქნებოდა დასრულებული. ანუ ძალიან ბევრჯერ ცადეს რომ ეს დაესრულებინათ, იწყებდნენ ანგრევდნენ. და ხდება ესეთი რაღაც წინ აშენდა ბაპტისტარი, ანუ ბავშვების გასანათლი სივრცე, ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს 4 კარები. 4 არის ხელოვნების ნიმუში, შეუფასებელი ნიმუში, ასე ვთქვათ. და ერთ-ერთი კარების არქიტექტურული კონკურსი, დავარქვათ, გამოცხადდა, რომლის სათავეშიც იყო ჯოვანი დე მედიჩი. და იმ დროს გაიმარჯვა ორმა ახალგაზრდა ხელოვანმა, მოდი ესე ვთქვათ. ერთი იყო ფილიპო ბრუნელესკი და მეორე გილბერტი. და იმდენად ახლოს იყო ეს ნამუშევრები ერთმანეთთან, რომ გამარჯვებული ეს ვერ დაასახელეს, ვინ იყო მთავარი, ასე ვთქვათ, ვისაც მე უნდა გაეგრძელებინა. და ორივეზე თქვეს, რომ აი ორივემ გაიმარჯვეს და მოდი ერთად გააკეთოთ. და ფილიპოს ეს არ სიამოვნა, ასე ვთქვათ, და უარი თქვა ამ კონკურსში შემდგომ მონაწილეობაზე, რომ უშუალოდ შეესრულებინა გილბერტისთან ესთან. და ეს დაიჭირა ჯოვანემ, ეს ამბიცია დაიჭირა და დაიწყო, ანუ პირველი გამოვლინება ეს იყო მისი პატრონაჟს, რასაც ეძახიან. დაიწყო ამ ადამიანის მიხედვა, ასე ვთქვათ. ანუ გაუშვა ძველ საბერძნეთში, შემდეგ რომში, იმისათვის რომ შეესწავლა ის არქიტექტურა, ანუ რა იყო ის ძირი, ფესვი რა იყო, ამ ფორმულების, ასე ვთქვათ, ჯერ დაჭერა უნდათ და შემდეგ წამოღება. ეს გაგრძელდა დაახლოებით 17 წლის განმავლობაში. და უკვე შვილის პერიოდში, კოზიმოს პერიოდში მოუწია ფილიპოს დაბრუნება და 14 წელიწადში დაიწყო და დაასრულა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დომია, რაც კი კაცობრიობას აუშენებია. აი ეს გახდა პირველი ნიშანი ამ ოჯახისთვის, იმისაც რომ დაეჭირათ მომავალში რა უნდა გაეკეთებინათ, იმიტომ რომ კოზიმო მიხვდა რომ ეს ცალკეულად ესე ადამიანებზე პატრონაჟი არ იყო საკმარისი. უფრო მეტი უნდათ. და შემდგომ უკვე მიუდგნენ ესეთი პრინციპით, რომ პირველ რიგში გააკეთეს ბიბლიოთეკა, სან მარკოს ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიტანეს ნამუშევრები. ეს იყო ღია ბიბლიოთეკა, წარმოვიდგინეთ, გადაშვილი წიგნები იყო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისულიყო და წაიკითხა. ანუ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა განათლება მიეყო, მაგრამ არც ეს არ იყო საკმარისი. ამას განხილვები ჭირდებოდა. შემდგომი ეტაპი იყო, რომ შეიქმნა პლატონის აკადემია, სადაც უკვე ხდებოდა განხილვები. ანუ შენ წაიკითხე რაღაც აზრი გამოიტანე, მე წავიკითხე რაღაც აზრი გამოიტანე და მოდი აბა შევაჯეროთ. იმისაც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. რა არის კარგი? ეს არის ყველაზე აუცილებელი რაღაც. ანუ ფილოსოფიური ძირი, რა გზით მივდივართ. ამ გზიდან ჩვენ არ უნდა გადავხვიოთ, მაგრამ ამ გზაზე შეიძლება ერთმანეთს შევხვდეთ, სხვადასხვა რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ ამ გზიდან არ უნდა გადავხვიოთ. და აი ამის შემდგომ იყო უკვე ხელოვნების სახლების დაფინანსება, სადაც მარტო მხატვრები არ იყვნენ, იქ იყვნენ არქიტექტორები, იქ იყვნენ სკულპტორები, იქ იყვნენ ისტორიკოსები, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქ იყვნენ ფილოსოფოსები და ესენი ერთად აყალიბებდნენ აზრს, რა უნდა გაეკეთებინათ. ანუ მან მოხდა ორი მიმართულების ჩამოყალიბება. ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გვაქვს ახლა დაკარგული, რა არის სწორი, რა უნდა გავაკეთოთ. და მეორე,
როგორ უნდა გავაკეთოთ, ანუ ტექნიკა. მაგრამ პირველ რიგში ფილოსოფოსებმა ჩამოაყალიბებს რა უნდა გააკეთო და ხელოვანება უკვე დახვეწეს თავისი ტექნიკა ეს როგორ შეესრულებინათ. ეს იყო ჰუმანიზმის მიმართულება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის შედეგები, რასაც ჩვენ რენესანსის მხატვრობაში თუ არქიტექტურაში თუ სკულპტურაში ხედავთ. ილია, დიდი მადლობა ესე იგი ამ ისტორიების მოთხრობისთვის და ძალიან საინტერესო აქცენტების დასმისთვის და დაჭერისთვის. ახლა მე აქ ასეთ რაღაცას შევნიშნავდი, რომ როგორც მე ვატყობ, აი ეს რენესანსი ჩვენთვის ერთგვარად არის ნიმუში იმისა, ხო? როგორ შეიძლება რაღაცა მიმდინარეობის მიზანმიმართული ხელშეწყობა ხდებოდეს. ანუ იქ ეს მიმდინარეობა და მოძრაობა შემთხვევით არ დაწყებულა ასე ალალბეძე. არამედ ამას ახალისებდნენ მიზანმიმართულად და იგივე ის მედიჩები რომ ვახსენეთ, ეგ ეხლა დიდი გვარი იყო ბანკირების გვარი, ხო? ამავდროულად ძალიან დიდი მეცენატებიც იყვნენ და ფაქტობრივად აი ამ მოძრაობის სათავეში მოვიაზრებთ ჩვენ მათ. და იგივე ეხლა რენესანსზეც რომ საუბრობთ, დღევანდელ ეპოქასთან კავშირშიც რომ ვთქვა, აი დიდი მსგავსებები აქვს, იმიტომ რომ ეგ ეპოქა ხა გარდა არქიტექტურისა ხასიათდება სხვა სფეროებშიც დიდი გარდატეხებითა და რევოლუციებით. აი მაგალითისთვის ვიტყოდი იგივე გეოგრაფიული რევოლუცია, ხო, ახალი კონტინენტების აღმოჩენა, კოსმოლოგიური რევოლუცია და კიდევ დიდი ინფორმაციული გარდატეხები, რაც აი საბჭოთა დაზგის გამოგონებას უკავშირდებოდა და თქვენ ახლა არქიტექტურულად ისე წაიყვანეთ, რომ მე ვფიქრობ ჩვენ კიდევ შეიძლება იმ ეპოქას დავემსგავსოთ რაღაც ახალი რევოლუციის თვალსაზრისით ან გადააზრების თვალსაზრისით, რაც შეიძლება ამ სფეროში მოხდეს, ხო? რაღაც ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეპოქებიდან რენესანსის ეპოქის უფრო მეტად სიღრმისეული ანალიზი, იმიტომ რომ ის იყო ხელოვნურად გამოწვეული, ჩემი აზრით, რაც ნიშნავს იმას, რომ დღესაც შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიო. ანუ დღესაც შეიძლება ახალი რენესანსის ეპოქა დაიწყო. და ეს მნიშვნელოვანია აქ, რომ დეტალებში ჩავიდეთ, მაგრამ ალბათ იქ ახლა სხვა შეხვედრის მიზანი შეიძლება იყოს. შემდგომ რაც მოხდა გარდატეხა ეს უკვე მოდერნისტების ეპოქას. აი რენესანსიც ერთ საინტერესო მნიშვნელოვანი რამ რო შევნიშნოთ აქვე. ანუ ეს იყო ორიენტირის აღება, ხო, ისე უკან ანტიკურობისკენ, მაგრამ აქ მიბაძვა არ იყო პასიური და ბრმა, არამედ ეს იყო შემოქმედებითი ათვისება. და ეგ არის გადამწყვეტი რა, როცა რაღაცას შენი საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ითვისებ. კი, რენესანსის ეპოქა ცალსახად დაკავშირებული იყო პლატონის ფილოსოფიაზე, რომელზეც ამ ხალხმა თქვა, რომ ეს არის სწორი, ეს წამოიღო და გააფართოვა. მაგრამ წამოიღო უფრო მეტად ფორმულა და ფილოსოფია, ვიდრე კონკრეტული არქიტექტურა. კი, ოქროსკვეთა წამოიღო და რა თქმა უნდა განვითარდა თუნდაც ფიბონაჩის თქვათ მიმდევრობაში, ციფრების მიმდევრობაში, მაგრამ მაინც ყველაფერის ფუძე იყო პლატონის ფილოსოფია, რომ სილამაზე არის ობიექტური. ეს არის მთავარი ნიშა, რომელზეც დაეფუძნა მთელი რენესანსი, როგორც მხატვრობაში, ისე არქიტექტურაში. კი, აი იგივე ანტიკურობაშიც რო ვახსენოთ, ეგეც საინტერესო იქნებოდა, აი დიდი რომაელი მოაზროვნე და ავტორი ვიტრუვიუსი, რომელსაც ტრაქტატი აქვს ხო არქიტექტურაზე და ის კი, და ის სამ პრინციპს ასახელებს, რომელსაც არქიტექტურა უნდა ეფუძნებოდეს. ერთ-ერთი მათგანი არის გამძლეობა შენობისა, შემდეგი არის მისი სარგებლიანობა, რაც დღეს უკვე ფუნქციონალისტთან შეგვიძლია გავაიგიოთ და მესამე ის მოიხსენიებს მშვენიერებას ლათინურად ასე ჟღერს ვენუსტას და ეს ძალზედ საინტერესოა, ხო? როცა აქ საუბარია სხვადასხვა ასპექტების, იქნება ეს ესთეტიკური ასპექტი, ფუნქციონალური ასპექტი და ტექნიკური ასპექტი ამათ ერთიანობაზე. და ეს ვიტრუვიუსი შუა საუკუნეებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და რენესანსმა ესეც წინ წამოწია ეს პრინციპები და ყველა ჩვენ მაყურებელს ალბათ ეცოდინება მსმენელსაც დავინჩის ცნობილი ვიტრუვიუსის ადამიანი. ეს ის იმ ვიტრუვიუსთან ბმა არის და ამიტომ ძალზედ საინტერესო ეპოქა არა და უდიდესი იმპულსის მიმცემი. და თქვენს გეთანხმებით იმაში, რომ ეს ასე ბუნებრივად არ ყოფილა დაწყებული და გამოწვეული, არამედ ხელოვნურად მიზანმიმართული ჩარევით. კი. მარტივად მე ვიცი რა არის კარგი და მოდი ეს თანამედროვეობაში დღეს რა გავაკეთო. მე ვიცი რა არის კარგი, ეს ფუძე არის შემდეგი ფილოსოფია, ისე უბრუნდებით პლატონს. სილამაზე არის ობიექტური. აი რაც უკვე რადიკალურად შეიცვალა მოდერნისტების ეპოქაში. ხო, ეხლა მოდერნისტული ეპოქისკენ დავიცრათ. მოდერნისტების ეპოქაში წინ უსწრებდა ჩემი აზრით ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ. გემოვნებაზე არ დაობენ.
ოკეი, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ როდესაც ეს ეხება ისეთ რამეს, როგორც არის არქიტექტურა, შენობები, რომელსაც იძულებული ვარ უყურო ყოველდღიურად, ხო, რაღაც ქუჩაზე იძულებული ვარ რომ გავიარო, აქ მგონია რომ ეს ფორმულა არ მოქმედებს. ჯონ ლუკის ეს ფორმულა რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ამას აყვას შემდეგ, ვერ ვიტყვით ესე აყვა, მაგრამ დაეთანხმა ნიცშე, რომელმაც თქვა, რომ არ არსებობს ობიექტური რეალობა, არსებობს მხოლოდ სუბიექტური ასე ვთქვათ შეფასებები. ხო? და ეს იყო რეალურად გარდამტეხი, რაც მოდერნისტების ეპოქას დაეფუძნა, ასე ვთქვათ. ანუ მოდერნისტები იყვნენ ესეთ ცოტა რადიკალები. აი მაგალითად ნათქვამი გვთ ესეთ რაღაც, რომ მუზეუმები უნდა დავწვათ. ანუ აქამდე რაც იყო, ეს ყველაფერი უნდა გავანადგუროთ. ანუ მოდერნისტებსა და ცოტა უფრო გასაგები რო იყოს რენესანსის ეპოქის შედარება მოდერნისტების ეპოქასთან, მხატვრობით შეგვიძლია რომ ვთქვათ, ანუ ყურეთ რენესანსის ეპოქის მხატვრობაზე ისმოდა კითხვა ეს როგორ დახატა, ეს როგორ, ანუ როგორ შეასრულა, რა მაგარი, აი რა სილამაზეა და როგორ გააკეთა ეს. მაგრამ მოდერნისტების ეპოქაში კითხვა ისმოდა ეს რა დახატა. ანუ რა არის, ეს ვერ ვიგებ რა არის, ხო? ეს რა არის? ეს ძალიან დიდი განსხვავებაა ფილოსოფიური ამ ეპოქებს შორის. ანუ შემოვიდა ინდივიდუალიზმი, მე და არა ჩვენ, რომელიც მხატვრობაში რეალურად შესაძლოა რომ ვთქვათ, რომ სწორიც არის, მაგრამ არქიტექტურაში ცოტა უფრო მეტი პასუხისგებლობა, სოციალურ პასუხისგებლობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეწევს ანგარიში, ხო? ანუ მე როდესაც ფერწერულ ტილოს მომწოვს დღეს და შევიძინე და ამით რაც სიტყვებას განვიცდი რაღაცა გარკვეული პერიოდი, ხო? როდესაც ის არ მომეწონება, გავიტან სხვა ოთახში. მაგრამ არქიტექტურაზე ესე არ არის, ხო, მე ამას სულ უნდა უყურო. არა მარტო მე, არამედ ჩემმა შვილმაც, იმისმა შვილმაც, იმიტომ რომ შენობები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან ჩვენ ქალაქებში. ანუ საბოლოო ჯამში რა განსხვავება შეგვიძლია ვთქვათ და რაც დღემდე მოყვება როგორც არქიტექტურის სწავლებაში, ასევე უშუალოდ პრაქტიკაში, არის ის, რომ შეიცვალა შემდეგი რამ. სილამაზე არის ობიექტური, სილამაზე არ არის ობიექტური. აი ეს ორი განსხვავებაა. და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ დღეს კედელზე მივაკარით ბანანი და ვიძახით, რომ ეგ არის ხელოვნება. მაგრამ ეგ შესაძლებელია ესეთ ხელოვნებაში, მაგრამ არქიტექტურაში ვფიქრობ, რომ ეგ საკმაოდ სარისკოა ჩვენი ხასიათისთვის, იმიტომ რომ უყურეთ, აი რო შევადაროთ მხატვრები. მაგალითად ბოტიჩელის ვენერა და პიკასოს პირალა ქალი. ან ბოტიჩელის ვენერას რო ჩვენ უყურებთ, ვიძახთ ეს რა სილამაზეა. ეს არის აბსოლუტური სილამაზე, ეს არის მომავალი, ხო? ამისგან ვიღებ რაღაც გარკვეულ სიამონებას. მე ამ სურათს რო წრები, ჩემ პროფესიაშიც ვიძახი ესეთ რამეს, რომ მე უნდა მივაღწევ რაღაც აბსოლუტურს. რაც ყველამ ვიცით, ხო, ჩვენ სპეციალისტი, მაგალითად მე თუ ვარ ფინანსისტი, ვიცი რა არის კარგი ფინანსისტი, ეს გზა ვიცი. და ეს ხელოვანი მე მეუნება ამას, რომ შენ ამ გზაზე უნდა იარო. მაგრამ როდესაც პიკასოს პირალა ქალს უყურებ, ვიბნევი, ხვდები და რო გამოვდივარ აქედან, ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთო, რა გზით უნდა ვიარო, ხვდებით და აი საინტერესოა კიდევ ერთხელ კითხვა დაისვას, რომ რა როლი აქვს ხელოვნებას ადამიანის ცხოვრებაში. უყალიბებს თუ არა ხასიათს, უყალიბებს თუ არა რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს, რითიც მე ის დადის თავის პროფესიაში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ვფიქრობ, რომ მომავალში თქვენ უნდა დასვათ. რენესანსი, იგივე რენესანსზე ვსაუბრობთ თუ ძველ ანტიკურ მიდგომაზე, იმას ჩვენ ხა ბოლომდე სრულად ვერ გადმოვიღებთ. არამედ შემოქმედებითად ავითვისებთ და ჩვენ კონკრეტულ სიტუაციაზე ფორმულა შეგვიძლია გადმოვიღოთ. ფორმულა. აი მაგის მაგალითად თქვენ უკეთესად გეცდინებათ, ხა იგივე მოდერნის ეპოქაში, აი ახალი დრო რო ავიღოთ, იყო იგივე მიმდინარეობები ხელოვნებაში თუ არქიტექტურაში, სადაც ერთი მხრივ გათვალისწინებული იყო თანამედროვეობის მოთხოვნები, იგივე მასალის თუ
შენობის აგების დონეზე, მაგრამ მეორე მხრივ გათვალისწინებული იყო ძველი ესთეტიკა, აი ფორმულა ისე დგებოდა, აი მაგალითად არტ დეკოს ფორმულაზე რო ვისაუბროთ, ან ასე შემდეგ. და აქაც ახალი ფორმულების ჩამოყალიბებაზეა მე რამდენადაც ხვდები. ლაპარაკი იგი. კი, სანამ არტ დეკოს ფორმულაზე ვიტყვით, აი რა არის ისე დღეს რა ითვლება კარგ არქიტექტურად, იცით? ძვირადღირებული მასალებით აშენებული შენობა. ანუ აი ადამიანზე რო გადავიტანოთ, ეს აი წარმოიდგინეთ ძვირადღირებული ტანსაცმელი რო გაცვია, აი დაახლოებით ის, მაგრამ ფსიქიკურად რო არა ხარ ბოლომდე ჯანსაღი ხვდებით? ანუ აქცენტები გადატანილი არის ვიზუალზე, ოღონდ არა სილამაზეზე, არამედ ვიზუალზე, მასალებზე. თამაში შეიძლება. ხო და არა რეალურ შინაარსზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხვდებით, ანუ ის თუ არ გაქვს, აზრი არ აქვს, მე რამდენად კარგად გაცვი ან რამდენად შეძლებული ხარ, ხო? ამ საბოლოო ჯამში ეგ არ მოგცემს ბედნიერებას, რა, პირიქით, იმას უფრო ცუდი და სარისკო შედეგები შეიძლება მოყვეს, ვიდრე ამ გზას. და ეს არის თავიდანვე ფსიქიკური განჯანსაღება, რითიც საბოლოო ჯამში მე ის ყველაფერიც გაქვს, ხო? ეს არის რეალურად არქიტექტურაში, ხვდებით? ანუ თუ ძვირიანი მასალებით აშენებს, ესე იგი არის კარგი. ანუ თუ ძვირადღირებული რაღაც გაცვია, ან ძვირადღირებული მანქანა დადიხარ, ეგ არის კარგი, ხვდებით ადამიანის ცხოვრებაზე რომ გადაიტანა. და აბსოლუტურად მოკლებული არის სილამაზეს, შინაარს. კი, ზუსტად. ესე იგი, რაც იყო ეს მოდერნის თუ ასევე პოსტმოდერნის შედეგი, ეს არის რაღაც საზრისის გამორიცხვა, რაღაც არსებითობის დაკარგვა და ჩვენ საითკენაც მივდივართ, არის რომ ეს რაღაც არსება, შინაარსის საზრისი დაუბრუნო და ამ თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ვიყოთ მავალები რაღაც გზაზე, ახალ გზაზე, რომელსაც დღეს საზროვნო წრეებში უფრო მეტამოდერნიზმად მოიხსენიებენ ხოლმე ის, რაც დგება მოდერნის თუ პოსტმოდერნის შემდეგ და აი რენესანს ეპოქა არის ძალიან საინტერესო დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ ადამიანი გადაწყვეტს იგივე ინექციის გაკეთებას, ანუ კარგად ესმის და გადაწყვეტს იგივე ინექციის გაკეთებას, 300 წელი არ დაჭირდება შედეგებს, ხვდებით? იმიტომ რომ თანამედროვეობა უკვე გვაძლევს დაჩქარების საშუალებას. ჩართვის გავრცელების იდეოლოგიის გავრცელების საშუალებას თუნდაც რა უნდა ვაკეთოთ. ანუ ერთდროულად არის შესაძლებელი რომ ეს ყველაფერი მას პროგრესში გადაიზარდოს. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით, რომელზეც თქვენ ასე უნდა ისაუბროთ, არის რენესანსში კოზიმო დე მედიჩის ჩარევა, მისი პატრონაჟის გამოყენება, ანუ შესაძლებლობების შექმნა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღესაც დადის ქუჩაში ბრუნელესკი. მაგრამ მას შესაძლებლობა არ აქვს, რომ გამოავლინოს თავისი რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლებლობების შექმნა. და ის შესაძლებლობებს თუ პირველ რიგში ვიტყვით ფილოსოფიურად ეს არის სწორი გზა და მე ვიტყვით, რომ ეს არის შესაძლებლობები, მე გაჩნდებიან ადამიანები და ისევ შეიძლება ვიხილოთ მეოთხე ეპოქა, რომელმაც შეიძლება დაიწყოს რაღაც კიდე ახალი, მაგრამ ისევ ძველ თავარ ფილოსოფიაზე დაფუძნებული მიმართულება, რომელიც არის პლატონის სიტყვები, სილამაზე არის ობიექტური. აი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საინტერესო აქცენტებისთვის, აი რასაც შევეხეთ, რაც დღევანდელობისთვის ძალიან დამახასიათებელია, ეგრეთ წოდებული დეზორიენტაცია, ეს სუბიექტურობა, ინდივიდუალიზმი და ასე შემდეგ. იგივე მოდერნიზმთან დაკავშირებით მეც გავაკეთებდი რაღაც თუ შეიძლება ჩემეულ რაღაც ფილოსოფიურ კომენტარს თუ დახასიათებას, აი თქვენ ნიჩე ახსენეთ და ნიჩეს აქვს ერთი ძალიან საინტერესო საკვანძო ფრაზა. ეხლა ნიჩეს რო ახასიათებს სკანდალური ფრაზები თუნდაც ღმერთის სიკვდილის სახით ვიცით, მაგრამ აი მორიგი რაც ჩვენ თუ შეიძლება იყოს უფრო მეტად საინტერესო არის ასეთი, რომ სამყაროს ხასიათიო, მისი მთლიანი ხასიათი არის მარადიული ქაოსი და ამას მე გულისხმობ ყველანაირი წესრიგის, ყველანაირი სიბრძნის, ყველანაირი ჰარმონიისა და მშვენიერების არარსებობის გაგებით. და აი მართლაც
ჯერ ჩვენ ანტიკურობით დავიწყეთ, ხო, სულ ძველი დროიდან მე კოსმოსზე ვსაუბრობდი. და ახალი დროისთვის, ანუ მოდერნისტვის, რაც პრინციპულად მახასიათებელი არის ის, რომ ის ანტიკური გაგებით კოსმოსი ნადგურდება და ამ კოსმოსიდან გარიცხული და გამორიცხულია ისეთი ღირებულებითი კატეგორიები, როგორებიც არის მშვენიერება, ჰარმონია, საზრისი, მიზანი და ასე შემდეგ. და მთელი სამყარო გაიგება როგორც მანქანა, რომელსაც აქვს გარკვეული მექანიზმი, ადამიანმა ამ მექანიზმს ალღო უნდა აუღოს და შესაბამისად მოიხმაროს და გამოიყენოს. და თქვენ ახლა ეს უკეთესად გეცოდინებათ, იგივე ეს პირდაპირ პოვებს არეკლას არქიტექტურაში, ხო? აი მე მახსენდება ლოოსის ცნობილი ნაშრომი ორნამენტი და დანაშაული, რომელიც ასევე ორნამენტს დანაშაულად მიიჩნევს, გამორიცხავს ამ შენობების დიზაინიდან და ამბობს, რომ ეს არის რესურსის ფლანგვა და მთელი ფოკუსი, რაზეც მოდის, ეს არის სტრუქტურული სიცხადე და ფუნქციონალიზმი. და მე ხა მთლად ლე კორბუზიესკენ თუ წავალთ, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ის არის, ხო, ფიგურა, დამფუძნებელი მამა თუ როგორ თქვა, იმასთანაც პირდაპირ სახლი არის ასე განსაზღვრული, როგორც მანქანა საცხოვრებლად, რაც თქვით, რომლის ფუნქცია განსაზღვრავს ფორმას. კი, თავარი არის საცხოვრებლად საჭირო მექანიზმების მიწოდება და არაფერი, მაგრამ კი, საბოლოო ჯამში ჩვენ ყალიბდებით, რომ აი ამ სამ ეპოქაში არსებობს ორ-ორი კაცი, მნიშვნელოვანი ორ-ორი კაცი, მე რა თქმა უნდა არის განშტოებები. ეს არის პლატონი და ვიქტიუსი, ჯოვანი მედიჩი და ფილიპე ბრუნელესკი, ნიჩე და ლე კორბუზიე. აი ეს 6 კაცი განსაზღვრავს ყველაფერს, დადებითსაც და უარყოფისაც. აი ეს კორბუზიე იყო რაღაც როგორი ტიპაჟი, იცით, აი თან საოცრად საინტერესო, მაგრამ ამავდროულად ძალიან სახიფათო. თქვენ რო ნახოთ რა უნდა და პარიზისთვის გაეკეთებინა, ანუ მისი გენგეგმა რო ნახოთ, აი მიხვდებით, რომ დღეს ჩვენ პარიზში არ ვივლიდით ის, რომ 20-იან წლებში პარიზის მერიას არ შეეჩერებინა. 25-იან წლებში. მაგალითად, უყურეთ, ერთია თვითონ რა შეძლო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა და საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დატოვა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგალითად კორბუზიეს მხოლოდ ერთი შენობა აქვს ამერიკაში თავისით ესე გაკეთებული, მაგრამ მისი ინსპირაციით შეიქმნა რამოდენიმე შენობა, არა მარტო ამერიკაში, მაგრამ საინტერესოა ამერიკაში, მანჰეტენის მაგალითი, პიტერ კუპერ ვილიჯი ქვია ერთ-ერთ დასახლებას, არის ისტის ნაწილზე მანჰეტენზე, ბრუკლინის მხარეს. აი წარმოიდგინეთ, როგორი ახლოს არის, იცით, მე-5 ავენიუსთან დაახლოებით 5 წუთის სავალზეა. და საინტერესოა ეს განსხვავება რომ ნახოთ რა, ანუ აი ამ შენობებში, რომელიც კორბუზიეს ინსპირაციით იყო შექმნილი და დაახლოებით არის 32 ჰექტარზე ახლა აშენებული 40-იან წლებში აშენდა. თუ სადმე გინდა ცუდი ნახო მანჰეტენზე, ანუ რაღაც ცუდი გინდა ნახო, იქ უნდა მიხვიდე. კრიმინალური დონე, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი და 5 წუთის სავალზე მე-5 ავენიუსთან. იგივე მოხდა ინსპირაციით მაგალითად ნაპოლიში, სადაც ასევე ბუდეები გაჩნდა კრიმინალური. მაგრამ თუ მის ნამუშევრებს შევხედავთ ცალკეულ შენობებს, ხო, გენიალური ნამუშევრები აქვს. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ შენობებშიც კორბუზიეს, იმიტომ რომ საკმაოდ კავშირები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან იმ დროს რაღაცები არ გამოვიდა ერთ-ერთ კონკურსში ვერ გაიმარჯვოთ და იმის მერე გაწყდა მათი ურთიერთობა, თორე ალბათ გამოიწევდა უფრო მეტ სირთულეებს, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს. თუმცა ჩვენ რასაც ვხედავთ აი ვარკეთილში, გლდანში რაც არის აშენებული და თითქმის ყველა საბჭოთა კავშირში 60-დან 70-იან წლებზე, მოდი ესე ვთქვათ 50-დან 70-იან წლებზე, მაინც ეს კორბუზიეს ინსპირაცია ის იყო. ეს იყო power in the park, skyscraper in the yard. ანუ ერთი დიდი შენობა, სადაც ყველა ადამიანი ცხოვრობს, ძალიან დიდი ეზოთი. ანუ ნიჩემ და კორბუზიემ დაარღვიეს მთლიანი ანტიკური ბერძნული ფილოსოფია, რომელზეც ასევე დაფუძნებული იყო რენესანსის ეპოქა. რომელიც კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ხატრობაში, თუნდაც სკულპტურაში მგონია რომ აუცილებელიც არის ეს დამოკიდებულება, მეს დამოკიდებულება, რომ მე ვარ ხელოვანი და მე უნდა განახო რა გავაკეთე.
მაგრამ არქიტექტურაში ეს არის ძალიან ჩემი აზრით უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ამის ფაქტები გვაქვს. აი ეს ძალიან საინტერესოა, აი ეს ნიჩეს და კორბუზიეს რო ვახსენებთ, კიდევ ერთი რაღაცა განმაზოგადებელი ფორმულა რო ვთქვათ, ხშირად ადამიანები დადიან აი ჩვენთანაც, რა ვიცი, სხვა ქვეყნებშიც და აი უკმაყოფილოები არიან შენობები და ვიღაცები პირდაპირ ამ შენობებს მახინჯებად მოიხსენიებენ და ეხლა მეც რაღაც სპონტანურად გამახსენდა, ამასინათ ერთ ადამიანთან მქონდა საუბარი და იმან ვიღაცა ფრანგი არქიტექტორი დაიმოწმა, ვისთანაც შეხება ქონდა, რომ ისო ამ შენობებსო თანამედროვეებს ასე მოიხსენიებსო, როგორც უძრავი მონსტრები, ფრანგულად ასე monstre immeuble, ну რაღაცა ასეთი ვარიანტი იყო და აი ეს მოდერნულობის, მოდერნზე რო საუბრობთ, აი თავარი ერთ-ერთი ნიშანი არის დისონანსი. თქვენ სულ დასაწყისში ამბობდით, რომ ნიჩეს მიხედვით ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. და მას ჰქონდა ასეთი, ну თეორია ხა ბრჭყალებში ასე შეიძლება მოიხსენიო, პერსპექტივიზმი, რომელიც გვეუბნება, რომ არ არის ერთი ობიექტურად ჭეშმარიტი გაგება საგნის, არამედ არის სულ სხვადასხვა პერსპექტივები. და ამის შესაბამისადაც, ვისაც ხელოვნება ესმის და თქვენ ამ შემთხვევაში გესმით, თქვათ პიკასოს ხელოვნება და კუბიზმი რო ავიღოთ. კუბიზმშიც რა ხდება? იქ მე საგანს არ ვხედავ მხოლოდ ერთი რაკურსიდან, არამედ ის საგანს მაჩვენებს სულ სხვადასხვა პერსპექტივებიდან, იგივე ამ ნიჩეს პერსპექტივისტული ხედვის შესაბამისად და ამგვარად საგანს თითქოს ჩეხავს და რასაც იწვევს, ეს არის სწორედ ეს დისონანსურობა. და ეს კარგი მაგალითია რა, როგორ შეუძლია ფილოსოფიას ზემოქმედება მოახდინოს ხელოვნებაზე და იგივე უფრო ახლოს თუ წამოვალ თანამედროვეობაში, მე მთლად შემიძლია აი დერიდასა და აიზენმანის არქიტექტორის თანამშრომლობის მაგალითი მოვიყვანოთ. კი, სილამაზე არის მოკლებული, არა ამ ორ ფილოსოფიაში ფილოსოფია შორის განსხვავება ის არის, რომ ერთი იძახის, რომ სილამაზე არის ობიექტური, მეორე იძახის, რომ სილამაზე არ არის ობიექტური. ხვდებით, ანუ ჩვენ რაც გვაკლია რეალურად, რაც ამ დღევანდელობას აკლია, რაც ჩვენ არ გვაძლევს ამ სილამაზეს, ესთეტიკას და საბოლოო ჯამში ბედნიერებას, ზუსტად ის არის, რომ შენობები არ გვაქვს ლამაზი. ანუ ჩვენ რაც გვაკლია, ეს არის სილამაზე. დანარჩენს ყველაფერს გავაკეთებთ. აი იქ შევიდეთ ინდივიდუალიზმში, მაგრამ ვიცოდეთ რა არის სილამაზე და ეს დავაბრუნოთ. ხვდებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი დღეს რომ ნახოთ არქიტექტურულ კონკურსებში რა შენობები იმარჯვებს, უკვე ნახავთ რომ იქ თითქმის აღარ არის არქიტექტურა, იქ უფრო ინჟინერია, უფრო კონსტრუქტორი გახდა ლიდერი შენობებში, ვიდრე არქიტექტორი. ანუ აი ისეა გადმოკიდებული შენობები, მაღალი შენობები, რომ აი შეგრძნება გაქვს, რომ შეგრძნება კითხვა გიჩნდება ესეთი, რომ ეს როგორ უჭირავს საერთოდ მიწას, ხვდებით? ანუ ეს შემოვიდა ღირებულება, აი ეს გაკვირვება, ეს კითხვა შემოვიდა ღირებულება არქიტექტურაში, ხვდებით, რომელიც ფიქრობ, რომ ადამიანებს არ გვაბედნიერებს, ხო? ესე იგი ჩვენ ასეთი სვლა გავაკეთეთ მოკლედ, რასაც მე ვაკვირდები, რომ საუბრობთ იმაზე რა არის ცუდი, რა არის კარგი და შემდეგ უკვე ისტორიულად შევეცადეთ იმ ფილოსოფიის იდენტიფიცირებას, რომელმაც დღევანდელობაზე ასეთი ნეგატიური გავლენა იქონია და ეს ჩვენი ხედვით არის ასე ვთქვათ, ეს მოდერნული მიმდინარეობები და ეხლა მინდა შემდეგი სვლა ასეთი გავაკეთოთ, აი ამ ყველაფერს, ხო, რაზეც საუბრობთ, აი უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ მაგალითების საფუძველზე, თანამედროვე სამყაროსა და ადამიანზე რა გავლენა აქვს და ასევე როგორ აისახება თუნდაც სწავლების მეთოდებში, აი თუ შეგვიძლია რომ ამაზე გავჩერდეთ. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობ, რომ არქიტექტორები ვერ მონაწილეობენ დღევანდელ შენობებში, ანუ მათ როლი არ აქვთ ის, როგორიც უნდა ქონდეთ, იმიტომ რომ უფრო დეველოპერი წვითავს რა უნდა გაკეთდეს ვიდრე არქიტექტორი. მაინც ფიქრობ, რომ საფუძვლები არის სწავლებაში. და დღემდე ბოლო 100 წელიწადია ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე ფილოსოფიით ისწავლება არქიტექტურა უნივერსიტეტებში. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით კვლევა გაკეთდა ლონდონში რამოდენიმე წლის უკან. გამოკითხეს არქიტექტორები პირველი კურსის და იმავე ასაკის სხვა პროფესიის ადამიანები. შემდეგ გამოკითხეს მეორე კურსის და იმავე ასაკის, მესამე კურსის, მეოთხე კურსის იმავე ასაკის. გამოკითხვა იყო შემდეგი, რომ აჩვენეს რამოდენიმე შენობა და ეკითხებოდნენ, რომ აბა რომელი მოგწონს. და აღმოჩნდა ესეთი რამ, რომ რაც უფრო მაღალი კურსის სტუდენტი იყო, მით უფრო მოწყვეტილი იყო საზოგადოებას. საზოგადოებრივ გემოვნებას. ანუ საზოგადოებრივ გემოვნება არის სხვაგან, არქიტექტურული გემოვნება არის სხვაგან. იმიტომ რომ არქიტექტურას აი მაგალითად რო იცოდეთ ხო საინტერესოა ასწავლიან თუ არა წარსულ არქიტექტურულ მიმდინარეობებს,
რომელიც სულ 17-ია, მეტი არ არის, რაც კაცობრიობამ შექმნა, შინაარსობრივად. ანუ ამას ასწავლენ როგორც ისტორიას და არა როგორც რა იყო იმის შინაარსი, რა იყო იმის ფილოსოფია, რა იყო იმის ტექნიკა, რატო გაკეთდა, ვისთვის გაკეთდა. ეს საერთოდ არ ისწავლება დღეს ხვდებით, ანუ დაახლოებით ერთი სემესტრის ფარგლებში გადიან მთლიან არქიტექტურულ ისტორიას, როდესაც სწავლობენ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში. ანუ სწავლებაში არის პირველი პრობლემა, რაც მე არქიტექტორებს უყალიბებთ რაღაც განსხვავებულ ხედვებს და შედეგად ვიღებთ იმას, რაც გვაქვს. კი, აი ისე იგი ჩვენ როგორც მოვიქეცით ხო თავიდან შევნიშნავდით იმას, რომ აი ადამიანები ჩივიან ხო ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ხშირად არ არის სწორი გამართული არგუმენტაცია, ასევე სიტუაციის ანალიზისგან, შორს ვართ პრობლემის გადაჭრისგან და დღეს ვფიქრობ, ხა ამ საუბარში ჩვენ რა მცდელობაც ვქონდა, რომ რაღაცნაირად ჩვენი არგუმენტაცია გამართული და სწორად სტრუქტურირებული ყოფილიყო და მეორე მხრივ პრობლემა დაგვესახელებინა და მგონი ჩვენ დავასახელეთ პრობლემა, ასევე დაგვესახელებინა მისი მიზეზები და მისი ფუძე ისტორიულად და ეს უნდა გადაიქცეს, ან გადაიქცეს პრინციპში იმ გზად, რომელიც მიგვიყვანს პრობლემის გადაჭრამდე და ახალი მიდგომის დანერგვამდე და ჩემი შემდეგი კითხვაც უკვე ამ მიმართულებით აკეთებს სვლას. ეს ჩვენი საუბარი რო არ დარჩეს თეორიის სფეროში. თქვენ აი ამ ყველაფრის გაკეთების გზები როგორ გესახებათ და თვითონ პრობლემის გადაჭრის გზები აი ასე. კი ბატონო, პირველ რიგში მგონია რომ ფილოსოფიაზე უნდა შევთანხმდეთ. მაგრამ იმისაც რომ ფილოსოფიაზე შევთანხმდით, უნდა დავსვათ კითხვები. იმიტომ რომ ამ პრობლემებს ხო შეიძლება ჩვენ ვიგონებთ. ხო? ანუ უნდა დავსვათ კითხვა, მოქმედებს თუ არა შენობები. რა არის სილამაზე? გჭირდება თუ არა სილამაზე? რაში გვეხმარება ადამიანებს ლამაზი შენობების გარემოში ცხოვრება? გვეხმარება თუ არა საერთოდ? და ვფიქრობ, რომ თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ ფილოსოფოსებს. უნდა დაუსვათ ფსიქოლოგებს. მაგალითად, ფსიქოლოგმა უნდა თქვას, შენზე როგორ მოქმედებს და ასევე შენ შვილზე როგორ მოქმედებს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პასუხები მივიღოთ. შემდეგ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ და უნდა შეთანხმდნენ რაღაცას. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს საყრდენი ფილოსოფიური მიმართულება, რაზეც უნდა დავაშენოთ შემდგომ არქიტექტურული ხედვა. იმიტომ რომ უყურებთ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ დეველოპერი აშენებს პროექტს და ისწყვეტს ყველაფერს, ის დამოკიდებული არის საბოლოო ჯამში მაინც საზოგადოებრივ მოთხოვნაზე. თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა შეიცვლება, ის არის ბიზნესმენი, ხვდებით? თუ ხედავს რომ მოთხოვნა იცვლება, უნდა გადავიდეს. ძალიან მარტივი ფსიქიკა არის მოთხოვნა აკეთებს, არ იქნება მოთხოვნა არ გააკეთებს. იქნება კარგი მოთხოვნა გააკეთებს. თუ ცუდზია მოთხოვნა, ის აკეთებს ცუდს. თუ კარგზია მოთხოვნა, ის აკეთებს კარგს. ამას შემდეგ ბანკი წყვება, ამას შემდეგ მთავრობა წყვება და ყველაფერი ჩადგება რაღაც გარკვეულ ჩარჩოს გაუკეთებთ ამას, რომელსაც მე მოყვება სხვა შედეგები. ანუ ჩემი აზრით პირველი რაც გასაკეთებელი არის, თქვენ უნდა დაელაპარაკოთ ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს და ასევე კარგი იქნება არქიტექტორსაც რო აი თეორეტიკოს არქიტექტორსაც რო ესაუბროთ, იმიტომ რომ აი როგორც ახლა მე გესაუბრებით ასე ვთქვათ დეველოპმენტის კუთხიდან რო ეს შესაძლებელია, მანაც ალბათ სწორია რომ თქვას რამდენად შესაძლებელია ეს არქიტექტურაში. მე შემიძლია გითხრათ რომ ძალიან მარტივად არის ეს შესაძლებელი თუ ჩვენ გზას ავირჩევთ. ილია, თქვენ ახსენეთ აი სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ჩართვის საჭიროება, ხო, ამ საუბრებში და კონკრეტულად ფილოსოფიაც მოიხსენიეთ და მე ასეთი რამე მაინტერესებს თვითონ ფილოსოფიის როლი რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ სფეროში და რამდენად დიდი არის ზეგავლენა. შესაძლოა იყოს კარგი მაგალითი პიკასოს ავტოპორტრეტები. ანუ როგორ დაიწყო და როგორ დაამთავრა. 15 წლის იყო პიკასო, როდესაც პირველი ავტოპორტრეტი დახატა და შემდეგ იყო 90 წლის. და აი მან შეგიძლიათ კარგად ამოიცნოთ
ფილოსოფიის გავლენა. ხო, მე რამდენადაც მივხვდი, აქ საუბარია უფრო პარადიგმულ ცვლებზე, აი არქიტექტურაში თუ ხელოვნებაში და ეს პარადიგმული ცვლა რო განხორციელდეს, ამისთვის საინტერესოა ფილოსოფია და ფილოსოფოსი, რომელიც პრინციპში იდეებსა და კონცეპტებს ქმნის, ან კონცეპტუალური თვალსაზრისით გზას გაუკვალავს. შემდეგ იმას ფილოსოფოსმა უნდა ჩამოაყალიბოს ხელოვანი. რა უნდა გააკეთოს? ხელოვანს აქვს ორი რამ გასაკეთებელი. ერთი გზის არჩევა, რა უნდა გააკეთოს და მეორე როგორ უნდა გააკეთოს, ანუ ტექნიკა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამას მხოლოდ და მხოლოდ აყალიბებს აზრი, ხო, სოციუმი აყალიბებს. და ამ სოციუმის აზრის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ფილოსოფოს უნდა ქონდეს. ამიტომ ფილოსოფოსებო, მოეპყარეთ თქვენ პროფესიას უფრო ძირფესვიანად, იმიტომ რომ რეალურად შეგიძლიათ ძალიან დიდი ცვლილებების დამწყები ადამიანები აღმოჩნდეთ. მე ამას უწოდებდი ფილოსოფიის რეალურ ძალას. იმას, რაზეც ილია საუბრობს. დღეს არის მოდელი ესეთი, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა დავაგროო, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიშოო და ეს მომცემს ბედნიერებას. მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ამ ქალაქში ბედნიერები, რაც არ უნდა მდიდრები ვიყოთ. ანუ საბოლოო ჯამში მდიდრები ვერ ვიქნებით, ხვდებით? ამ მდიდრები მაშინ ვიქნებით, როდესაც გამოვალთ ჩვენი სახლებიდან და რაღაც სილამაზეში აღმოჩნდებით. და დავინახავთ იმ ადამიანებს, ვინც ამ სილამაზით არიან დამტკბრები, ასე ვთქვათ, ხო? აი მაგ დროს ვიგრძნობთ, რომ რეალურად ბედნიერები ვართ. ანუ რა მიმართულებითაც ჩვენ მივდივართ, რა ფორმულებით ჩვენ გვესმის ზოგადად გარედან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ ვფიქრობ, რომ სწორი ფორმულებია. აი ბიზნესში რაც მოქმედებს, მაგალითად, რომ არსებობს რაღაც გლური კანონები, რომ უნდა გამოწურო რაღაც ბოლომდე რაც შეიძლება. ეს არ არის სწორი. არ მოგცემს ეს საბოლოო ჯამში ბედნიერებას. ანუ როცა ვიშოვით, მე მივხვდებით მაგას, რომ არ გვაძლევს ეგ ბედნიერებას და საბოლოო ჯამში ჩვენი თავარი мотивация ხო ეგ არის, რომ ვიყოთ ბედნიერები. და მარტო ვერ ვიქნებით ბედნიერები. სხვებიც უნდა იყვნენ ბედნიერები, რომ ჩვენ ვიყოთ რეალურად ბედნიერები. და ამისათვის ჩვენ გვჭირდება, ჩემი აზრით, ისევ დაუბრუნდეთ იმ ფილოსოფიას, რაც ანტიკურ საბერძნეთში იყო და შემდგომ ეს კარგად განავითარა რენესანსის ეპოქამ. ანუ მარტივად რო შევაჯამოთ. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ რაღაცაზე. რა არის სწორი? და ეს შეთანხმება უნდა გააკეთონ ფილოსოფოსებმა. ანუ ფილოსოფოსებს აქვს ძალიან დიდი როლი ამ საქმეში და მგონია სხვა ინდუსტრიაში ესე იქნება, იმიტომ რომ რა არის სწორი და რა არის არასწორი, ეს არის ფილოსოფოსის სათქმელი. არ ჭირდება ჩემი აზრით 50 ფილოსოფოსი, შეიძლება 5-3 ფილოსოფოსმაც თქვას რაღაც საერთო ჩამოყალიბდნენ, რომ ეს არის სწორი. შემდეგ კიდევ ერთხელ ახსნათ რა არის პრობლემა და ამ პრობლემას ალბათ ჩემი აზრით უფრო კარგად ფსიქოლოგია ახსნის. კარგი მაგალითებით და როდესაც გვეცოდება რა არის კარგი და რა არის ცუდი, ანუ პრობლემა, შემდგომ ყველა დავინახავთ რა გზით უნდა ვიაროთ. და ჩვენ დეველოპერები ვართ მარტივი ფსიქიკის ადამიანები. რაც არის მოთხოვნა, იმას ვაკეთებთ. ხვდებით, თუ არის მოთხოვნა იმაზე, რაც დღეს ხდება, ის კეთდება, ხვდებით, ახლა ვერ აიძულებ შენ ბიზნესს რომ რაღაც იდეალური აკეთოს. ამას საკმაოდ დიდი გამძლეობა, სიმამაცე და შესაძლოა მთელი ცხოვრება დაჭირდეს, რომ კონკრეტულმა ერთმა კომპანიამ ან ერთმა დეველოპერმა რაღაცა შეცვალოს. ანუ აქ თავარი მაინც საზოგადოებრივი აზრია, რომელსაც ჩვენ ვერ მოვთხოვთ ამ განათლების დონეს. ჩვენ აი ესეთი საუბრით შეგვიძლია დავაფიქროთ და ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ალბათ ქალაქში დღეს ვისაც მოსწონს ის რაც ხდება. მაგრამ არასწორი მეთოდებით უტევთ დეველოპმენტს ან თავრობას, ვინც ამ საქმეში იღებს რეალურ გადაწყვეტას. ფილოსოფიით უნდა მოვერიოთ. ესე იგი, ეს იმდენად მძლავრი გზავნილებია მქონია, რომ ეს არის პრინციპში ჩვენი დასკვნაც და ჩვენი მოწოდებაც
და ამ ჯერისთვის მე ვიტყოდი, რომ ალბათ ჩვენი ეს საუბარი საკმარისია, თუმცა ამით ის საუბარი არ სრულდება, როგორც თქვენ თქვით, არამედ საუბარს ექნება გაგრძელება უკვე სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი აქ ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ ეგრეთ წოდებული ახალი მიმართულებით ფიქრს. და ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ შეხვედრას, მე თავში მიტრიალებ და მეთქი რაღაც საკვანძო კოდი უნდა ვთქვა დღევანდელი შეხვედრის და ვფიქრობ, ამის კოდი ასეთი იქნება იდეა და ობიექტური იდეა, რომელიც შეიძლება იყოს პრაქტიკული და განხორციელებადი. რაღაცნაირი პრაქტიკული იდეალიზმის ის ქონდა დღეს. ილია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ სტუმრობისთვის, საუბრისთვის. ჩემი აზრით კომუნიკაცია ესეთი საინტერესო იყო თქვენი რაღაც კონკრეტული ხელშესახები, მიწიერი პერსპექტივა ქონდათ და ასევე დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ამ პროფესიების ან მიმდინარეობების, რა ვიცი, ფილოსოფია ახსენეთ, ფსიქოლოგია როლს ასე ხედავთ და ცდილობთ, რომ მათი მეტი ინტეგრაცია მოახდინოთ ამ ჩვენთვის ყველასთვის სასარგებლო ხელშესახებ საქმეებში. მადლობა ასევე თქვენს ამ საკითხით, რომ დაინტერესდით. კი. და ამჯერისთვის მე ჩვენ მსმენელსა და მაყურებელს ვემშვიდობები, თუმცა ვეტყვი, რომ ამ საუბრებს დასასრული არ ექნება, არამედ ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ახალი საჭიროებათა მიმართულებით. ნახვამდის, მადლობა.